ეს საქართველოს გული ალიანს არენაზეც გეს. ესეთი ჩელენჯი მოვიფიქრე. ახლა მყავს 103 subscriber. თუ 200 გამომწერზე ავალ, ჯიბეს მივაკერებ. სხვანაირად არ გამოვა. ერთი თხოვნა მაქვს, რომ დღეს გთხოვთ, თმები გაშლილი მექნება. გამარჯობა მეგობრებო. დღეს არის 31 მაისი. უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენთვის, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს და ვინც გულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთელებს ევროპაში. ამიტომ არის დიდი დღე. დღეს არის ფეხბურთი, დღეს არის ფინალი, სადაც ჩვენი ყვარა თამაშობს, ჩვენი ყველასი, მთელი საქართველოსი. და რა თქმა უნდა, იმითაც ამაყები ვართ, რომ ის ფინალშია, მაგრამ კიდევ უფრო ვიამაყებთ თუ მოიგებს. და რა თქმა უნდა, მოიგებს. და განრისხებული ინძაგის სირბილი უნდა ვნახოთ აქეთ-იქით. ეს მომეწონა. ახლა ტკბილის ნაკები გავაკეთოთ, რომელიც არის ჯანსაღი. და არ შეიცავს დამატებულ თეთრ შაქარს. ტკბილი იქნება, მაგრამ დამატებული თეთრი შაქრით არ იქნება. ამიტომ მოდით ერთად მოვამზადოთ ინგრედიენტები, რაც დაგჭირდება ყველაფერს გეტყვით. ჩემთან იგი, ანუ რა ისეთ, სამაჩუყებელი ისო. ანუ გულში სამაჩუყებელი სეტანდას კომენტატორებმა ისაუბრა. ჩვენი ყვარა იქნება ფინალში. აი, ვერც კი წარმომიდგენია. დღეს საქართველოს გული ალიანს არენაზეა. მიკარნახები. დღეს ალიანს არენაზეა. ძგერს. ძგერს. დღეს საქართველოს გული ალიანს არენაზე ძგერს. ჩემდავს არ ვაჩენ როგორც იცით, მაგრამ შეიძლება ხმით გამოჩნდეს. ჩემი და იქიდან კარნახობს, როგორ უნდა ვისაუბრო ემოციურად ამ მოვლენაზე, რაც დღეს ხდება, ის კიდე გამოვდე. ესე იგი, დესერტებისთვის დაგჭირდება ჩოფერი. და ვაპირებ რომ ერთად დავაჩოფეროთ ქლიავის ჩირი, მიწის თხილი და შვრია. სიტკბოსთვის შეგვიძლია ცოტა თაფლიც ვუქნათ. გავიღვიძე თუ არა, ჩემ ადამ მითხრა რომ ისო. რამეს არ აკეთებო? რომ დავდო და გავსთორო? ხო და ავდექი და გავაკეთე ყვარას პოსტერი. აი აქ დავუხთავ მერე თუ მოგეწონებათ. შემიფასეთ ყვარას პოსტერი, დღესთან დაკავშირებით მიწყვნილი. და მოკლედ ძალიან მცირე დროში გავაკეთე. თან მომწონს, თან არ მომწონს. არ ვიცი რა შევცვლიდი სიმართლე რომ გითხრათ. ეს თაფლი მაჩუქეს ლაგოდეხში. არის ნატურალური სახლის ჩემო თანამშრომელმა და ფიჭები აქვს შიგნით და არის ულამაზეს გილაში. რამის თქვი. და ძალიან გემრიელია და ცოტა დავამატოთ. ჩემ დას დღეს ჩემი დის ეპიზოდი მაქვს თუ რა ხდება. ჩემ დას ესე იგი ყველაფერზე ეტირება, რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს და ქართულ ფეხბურთელებს. ჩემ დას რას დავეძებ, მეც მასე ვარ, სიმართლე რომ გითხრათ. არ არსებობს ერთი წამიც კი რო გავიდეს ეს წინა წლის მომენტები, იქნება მარტის, ივნისის, სადმე რაიმე სახით გავიდეს, აი ცრემლები პირდაპირ თვალებში თავისით ჩნდება, ანუ აი არ ვიცი, ესეთი რაღაცა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ამდენჯერ, ანუ მოგდიოდეს ადამიანს, არ ვიცი, ეს რა ფენომენი იყოს. კიდე გავიმეორებ რა გავაკეთე. ცოტა თაფლი, ქლიავის ჩირი და მიწის თხილი და შვრია ამოვიწყდა ამ დელაპარაკში. შვრისგან მინდა რომ გავაკეთო ფქვილი. და ამ ფქვილისგან რაღაცეებით მოფიქრება მინდა. რომ ცომით რასაც ვაკეთებთ, გავაკეთოთ შვრის ფქვილით. და ძალიან მაინტერესებს გამომივა თუ არა. რა თქმა უნდა, ეს თქვენთან ერთად ვწდი და ჩელენჯი იქნება ესეც ჩემთვის. ამიტომ ნახოთ. აი ესეთი სახისაა. ჩემი ძმისშვილისთვის არ გამიგზავნია ჩემი გაკეთებული პოსტერი და ცოტა ხანში გავუგზავნე ნიკოს და შემიფასებს, ისიც მომავალი ფეხბურთელია და კიდევ ერთხელ ვახსენებ, იმიტომ რომ გაუხარდება. შეგვიძლია რომ ეს ინგრედიენტები ცალკეც მივირთვათ, მაგრამ როცა გვინდა რომ წინასწარ გავამზადოთ ხოლმე და თითო ცალი მაგალითად მივირთვოთ ყავაზე, კარგი ვარიანტია რომ ესე გაამზადებ ერთიანად და გექნება მაცივარში და როცა მოგინდება
თქვა შუა დღისას, ერთ წელს მიატან ყავას და ასე შემდეგ და ესე მოკლედ energy bar-ივით არის და შეგიძლიათ მეცოთ ხოლმე სწორი კვების დროს. ესე დავასერვირე. ახლა დავაგემოვნებ. მანამდე გავაკეთოთ კიდევ ერთი დესერტი. ფეხბურთი გადაიცა დღესასწაულად და ასეთ მნიშვნელოვან მატჩებს არ მაზავთ ასე ვთქვათ და არა მარტო ასეთ მნიშვნელოვან მატჩებს, როცა შეგვიძლია სულ ვცდილობთ, რომ ყველა ქართველის გუნდის თამაშებს უყუროთ ხოლმე. ჩემმა გულშემატკივარმა და ჩემმა საყვარელმა უფროსმა სპეციალურად ჩემი ეპიზოდისთვის მაჩუკა ასეთი გრანოლა, რომელიც არის ძალიან ჯანსაღი და არ შეიცავს შაქარს და არის თხილებისგან, ჟოლოსგან მე მგონი და კიდე რაღაცები აქვს ლამაზები და ნუ რა თქმა უნდა შვრიაც და არის უგემრიელეს და ულამაზესი მე დაჟე ისე მიყვარს ხოლმე ჭამა. და მოდი ეხა ავაწყოთ დესერტივით და თქვენც ჩემთან ერთად იყავით. მაქვს ბერძნული იოგურტიც ყველაფრის გარეშე და მაწონიც და ორივე სუსტავ, იმიტომ რომ მაწონის სიმჟავე მე ძალიან მომწონს ხოლმე და ამას იმდენად სიმჟავე არ აქვს და ამ კუთხეში. მოწყობილი გვაქვს ფეხბურთის კუთხე, იმდენად გიჟები ვართ, რომ ერთი წლის წინაც კი ქონდა ფოტოები, ნივთები და რაღაც დეტალები, ყველაფერი ერთ კუთხეში მოვაქციეთ და გარკვეულს დავჭრი ხა წვრილად და ფენა გავუკეთოთ. ახალი red flag-ი მაქვს ადამიანებში, არა მარტო ცალკე კაცებში ან ქალებში, უბრალოდ ადამიანებში მაქვს ესეთი red flag-ი. ვისაც ერთი წლის წინ ერთი თამაშისთვის მაინც არ უყურებია და არ უგულშემატკივრია საქართველოს ნაკრებისთვის. აი რანაირად, უბრალოდ აი მართლა არ მესმის. რანაირად არსებობთ. ჩემთვის იმხელა დიდი მოვლენა იყო ეს ყველაფერი, რომ აი ვისაც არ უყურებია და ეხაც რო უყურებს და ერთი ცრემლიც არ მოსდის ამ ფაქტებზე, აი ეგ ჩემთვის არის red flag. Just a red flag. ასეთი ადამიანებს მართლა არ მესმის, იმიტომ რომ მე იმდენად ემოციური ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ არ მჯერა რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც ნახა წინა წლის ჩვენი ფეხბურთელების წარმატება და ერთი ცრემლიც კი არ ჩამოვარდნია. ანუ არ ვიცი. ეს ემოციურობაზე არ არის, იმიტომ რომ ყველა ადამიანი, ვინც უყურებდა ამას და ემოციური არასდროს არ ყოფილა ცხოვრებაში, იმათმაც კი იტირეს და ისინიც კი ანუ ძალიან ისე იყვნენ განწყობილები ემოციურად და მართლა არ მჯერა და არ მესმის მასეთი ადამიანების. უბრალოდ არ ვთვალთ ენერგეტიკულებს, მაგრამ უბრალოდ ვიყიდე. მართალია ნეაპოლის ფერებშია, რატო არის, რატო გამოუშვეს, არ ვიცი, მაგრამ კვარა ხოა. ხომ არის ეს კვარა? კარგი, დავიწყოთ. ეხა ჩვენს გემრიელ გრანოლას დავაფენ ძირში მაწონი. მოვაყაროთ. ცოტა გრანოლა ისევ ნახევარზე მოვაყრი გარგარს. ნახევარზე გრანოლას რაღაცა ესე მაქვს ნანახი ვიდეოებში. ბოლო ეტაპი არის დარიჩინი. ცოტა ხანი დავაყოვნებთ, რომ ჩარბილდეს გრანოლები შიგნით და მერე უკვე შეგვიძლია რომ გავსინჯოთ. ესეც ჩემი საბოლოო პროდუქტი. კაი. ძალიან ლამაზი სხვათა შორის. ესეც ასეთი. ახლა კი დაგემოვნების დროა. მარიამ, მოდი გასინჯე და თქვი. მე შეიძლება იფიქრონ, რომ რადგან ჩემი გაკეთებულია ვიტყუები. მართლა ძალიან კარგია. მართლა კარგია. ესეც გავსინჯო. ვერ საუბრობ, კომენტაროთ. დარიჩინი იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება. ესეც აუცილებლად უნდა სცადოთ. აღარ მინდა ტკბილი. მართლა აღარ მინდა. შეიძლება ეს მეყოს, რა ვიცი. 4 ჭამა ან რაღაც ეგეთი. იმიტომ რომ 1-2 ლუკმა ისე ყოფნის, რომ მეტი არც გინდება. გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. თუ მოგეწონებათ, იმ შემთხვევაში, თუ არ მოგეწონებათ, არ გაეკაროთ. შემდეგ ეპიზოდს ჩავწერ როგორც გამარჯვებული.
და ძალიან კარგ განწყობაზე ვიქნებით, მაშინაც დარწმუნებული ვარ. ამიტომ ახლა დაგემშვიდობებით და გკოცნით ყველას. როგორც შეგპირდით, განახებთ ჩვენი ფეხბურთის კუთხეს, რომელიც 1 წლის წინ შევქმენით. ეს ცხრილი არის ჩემი დიზაინით შექმნილი და შევსებული არის უბრალოდ არ ჩანს და ჩემპიონი რატო არ ჩავწერეთ? აქ საქართველოს უნდა ჩაგვეწერა ჩემპიონად და მაგრამ ფინალიც არ არის შევსებული ხცვენოდეს. ეს პატაწინა ბუდუ. აქეთ ეს ჩვენი ფოტოები და ნუ ეს აქსესუარები. ესეც ჩემი გაკეთებული არის და ამოწერილია ყველაფერი ის ფრაზები, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპაზე გასვლას და ძალიან მიყვარს ეს. ნუ დიზაინი მე შევცვალე რაღაცები, მაგრამ ზოგადად იდეა ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს და მოგონებებთან აკავშირდება და ესეც ჩვენი ეპიზოდის დასასრული, რომელიც ეძღვნება კვარას.